საპროტესტო აქციები მოლაპარაკებების საერთაშორისო პარტნიორებთან და იძულება მმართველ გუნდს ჩაატაროს ხელახალი არჩევნები. ოპოზიცია მოთხოვნებს არცვლის. დედაქალაქში უკვე 44 დღეა მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. შიდა ქართლში ევროპული საქართველოს ადგილობრივი ლიდერი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას უკან დასახევ გზას არ დაუტოვებენ და სანქციების გზითა და აქციებით ყველა იმ მოთხოვნის შესრულებას აიძულებენ, რაც ქუჩაში გამოსულ ადამიანებს აქვთ. მმართველი გუნდის ადგილობრივი ლიდერი კი ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი აღიარებს და არანაირი ხელახალი არჩევნები არ იქნება. მანუჩარ ლაფაჩი ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ გარეძალების მხრიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს არანაირი გეგმა არ გააჩნიათ და ისინი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ოპოზიციური პარტიების ყველასი ასე ვიტყვი გეგმა არის ისევ და ისევ არჩევნები და არჩევნების მიზნით მოსვლა სათავეში. ისევ და ისევ კოალიცია და ამ კოალიციურმა მხარდამჭერამ ჩვენ გვაჩვენა, რომ ყველა განსხვავებული აზრის პარტიებს შეუძლიათ ურთიერთთანამშრომლობა და მე ვფიქრობ, რომ ხალხმა ეს ძალიან კარგად დაინახა და არჩევნებზე მისცემენ ზუსტად იმ კანდიდატურას ხმას, რომელიც მათთან ახლოს არის. ამიტომ ისევ და ისევ არჩევნები და როგორი აპირებს ოპოზიცია არჩევნებამდე მისვლას, იმიტომ რომ ვიცით ქართული ოცნების პოზიცია ისინი არ აპირებენ დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ქუჩაში დგომით და იმ დგომით, რომელითაც არ დავიღალეთ და არც დავიღლებით და ვაიძულებთ, რომ არჩევნები ჩაატარონ, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ამ მთავრობას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ. წინასაარჩევნო პერიოდში არაფერს ხალხს არ შეპირებიან, არაფერი ხალხისათვის არ უთქვათ, რისი გაკეთება უნდათ, რატო უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. არჩევნების პერიოდში სულ ყველანი ჩაბმულები იყვნენ, როგორც გარე მათი პატრონი, ისე თვითონ წარმომადგენლები ყავდათ, ყველას არ იძახიან ეხლა მაწაგვართვეს, მოგპარეს, ჩვენი არჩევანი დაირღვა, ასე შემდეგ და დღევანდელი მოქმედება ეს არის უბრალოდ რა არის, იცი, ალბათ იმ თანხების ამოწურვა უნდათ, რომელსაც მათ ურიცხავენ სტიპენდიების სახით, ხელფასების სახით, რაღაც ჰონორარის სახით და ეხლა ისე არიან, რომ ვითომ რაღაცასა ქმნიან, და აი ჭიქაში ატეხილი ქარიშხალივით არ მარეს. სინამდვილეში ეს არის აბსურდი. უბრალოდ მე მეწოდება იქ მართლა გულწრფელი ახალგაზრდები, აი მოთხოვებულები და იმათაც რაღაც იმედი აქვს და რაღაცა სახელმწიფოს ან ხელისუფლებას რამე პრობლემა შეუქმნიას. ეს არის წარმოუდგენელი. აი ეს არის აი უაზრო სისულელე მოქმედებები, მე ესე მგონია.